ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გორში სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან და სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უკვე ცნობილია, რომ 5 მილიონს აჭარბებს. სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დაიწყება. ამ დროისთვის გორში 38 მიმდებარე სოფლებში, 110 ოზურგეთში, 125 ქობულეთში, 63 ხელვაჩაურში, 102 ბათუმში კი 30 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის წევრები დღეს გორში გაემგზავრებიან. კახა კალაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიღებული ზიანი აღდგენითი სამუშაოები კი ერთ კვირაში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განმარტებით, დღეიდან გადახურვის სამუშაოები დაიწყება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით კი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი თანხა მოიძიება. გორში და ოზურგეთში ორივეგან დაიწყება ჯერხის სამუშაოები და შემდგომ გადახურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. მოგვარებულია მასალებით უზრუნველყოფის საკითხები, რაც შეეხება აჭარას. აჭარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბულვარზე და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე შეწყებული იქნა გადასახურის საშუალებები და ეს გადასახურის საშუალებები უკვე ადგილზე იქნება და ხვალიდან ასევე დაიწყება გადახურვის სამუშაოები. ყველა დაზიანებული სახურავი იქნება შეკეთებული, ყველა სახლი იქნება შეკეთებული, რომელიც ამ სტიქიით დაზიანდა, ყველა სკოლა, ყველა საავადმყოფო, ასე რომ ამის პრობლემები არც ფინანსური, არც მატერიალური არ არსებობს. საქართველოს ფინანსის სამინისტრომ უკვე გამოყო რესურსები, მათ შორის ხეთყი გამოყო, რომელიც მის საწყობებში ინახებოდა იმისათვის, რომ გორის რაიონში და ოზურგეთის რაიონში უკვე ხვალიდან დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. ყველაფერს სჭირდება საბოლოო დათვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მილიონი იქნება გამოყოფილი, მაგრამ ამისი ფინანსური რესურსი ბიუჯეტს გააჩნია. მინისტრები გორში დღეს გაემგზავრებიან, მანამდე კი კახა კალაძე რედისონში მიმდინარე მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას ესწრება, სადაც კონფერენცია თავად მინისტრმა გახსნა. როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, საუბარი იყო ისეთ პროექტებზე, როგორიც არის აგრი, შახდენიზი, ბაქო, თბილისი, ჯეიჰანი. მისი თქმით, იქ ექმება შახდენიზის გაფართოება, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად საუბარია გაზის მოცულობის 16 მილიარდ კუბომეტრამდე გაზდაზე და გამომდინარე იქიდან, რომ შახდენიზის პროექტიდან საქართველოში გაზის 5% რჩება, გაფართოების შემთხვევაში საქართველოში გაზის მოცულობის ძალიან დიდი ნაწილი დარჩება. მომავალში ეს ტარიფებზეც აისახება, განაცხადა კახა კალაძემ. მე შეგახსენებთ, რომ მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია, რომლის სახელწოდება გახლავთ ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, ამ დღეს დილიდან სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს მოგვიანებით სიტყვითაც მიმართავს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექსპერტები. გაზის მოცულობა გაიზარდოს 16 მილიარდამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, ამ მილში გატარებული გაზის 5% რჩება ჩვენს ქვეყანას და თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალ წლებში ფაქტიურად გაზის მოცულობის ძალიან დიდი ნაწილი დაგვრჩება უფასოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს რა თქმა უნდა მომავალში ტარიფებზეც აისახება და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტის განხორციელებას. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. განვაგრძოთ გადაცემას. ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მთავარი არქიტექტორის დანიშვნას აპროტესტებს. ამ საკითხზე ცოტა ხანში თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართება, მაგრამ მანამდე ჩვენ საშუალება გვაქვს ზაზა გაბუნიას პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. ზაზა, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ზაზა, რატომ აპროტესტებთ არქიტექტორის დანიშვნას? რა კანონდარღვევებზეა საუბარი ამ შემთხვევაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით მსმენელს. აპროტესტებთ ამდენადაც დაირღვა კანონი. ერთგვარად ტრადიციაზეც იქცა თბილისის თვითმმართველობაში, დედაქალაქში, მერიაში, არქიტექტურულ სამსახურში, მთავარი არქიტექტურის პოსტზე შესაბამისი განათლებისა და ცენზის ადამიანი, ასე ვთქვათ, არ ქონის შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე ადამიანების დანიშნა, იმიტომ რომ ახალ არქიტექტორი
დაინიშნა ერთი კვირის წინ, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში კონკრეტული პირი ასრულებდა ამ თანამდებობას, ის განთავისუფლდა თანამდებობიდან, თუმცა არც ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ჩემი პროტესტის და ჩემთან ერთად არქიტექტორთა კავშირის პროტესტის საფუძველი გახლავთ კონკრეტული ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც და ეს კანონი გახლავთ არქიტექტურის საქმიანობის შესახებ, რომელიც სწორედ ამ საკითხებს არეგულირებს, იქ წერია სრულიად ნათლად გასაგებად, რომ არქიტექტორი და მით უმეტეს მთავარი არქიტექტორი უნდა იყოს შესაბამისი ცენზის და განათლების მქონე პირი. ანუ უნდა იყოს არქიტექტორი. მოგვაწევთ თქვენი საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში. თუმცა ისტორიულ კონტექსტში სხვადასხვა მე უბრალოდ გასაგები რომ იყოს წინადადებასაც ჩაიკითხავს არქიტექტურის შემოქმედებით მოღვაწეობა, რომლის ამოცანა ქალაქშენებლობითი ობიექტის გარემოს ფორმირების შექმნის ნაგებობის ინტერესებს შედგენა, მაშინ სივრცეზე გეგმარების მხატვრული და სხვადასხვა ახლა ჩავიკითხავ, ეს არის მისი კომპეტენცია და პლუს ამას გარდა მისი ვალდებულებისა, რომელსაც კანონი ადგენს და განსაზღვრავს, მას მოითხოვება კანონის მიხედვით იყოს შესაბამისი ცენზის და კვალიფიკაციის. თუმცა ბატონ ზაზა, ჩვენ მერიას დაუკავშირეთ და მერიაში განმარტეს, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსია და აქვს კანონმდებლობით მას უფლება, რომ ის იყოს იურისტი განათლებით, ანუ არ არის აუცილებელი იყოს არქიტექტორი, იმიტომ რომ ის არ არის მთავარი არქიტექტორი, აცხადებენ თბილისის მერიაში. არის მენეჯერი, ის იურისტია განათლებით, როგორც მე მითქვეს. თქვენ რას უპასუხებდით? არა, მთავარი არქიტექტორი არ არის საშიშოს ადამიანი, რომლის დანიშნულს ჩვენ რომელს ვეხმაურებით რომელს კონფერენციაზე, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არებინა როგორც თბილისის მთავარი არქიტექტორი. ახლა თუ რამე შეიცვალა ჩემი გასწავლის მერე და თქვა შეცვალა მეერმა მისი პოზიცია თანამდებობა, ეს არ ვიცით, ეს უკვე სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში 2 წუთის წინ ჩვენ გაგვიცხადეს, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსია და შეუძლია რომ იყოს იურისტი ამ პოსტზე. კიდევ ერთხელ ახსენებ 16 მარტი იყო თვალსაჩინო საზოგადოებას არებინა როგორც მთავარი არქიტექტორი. თუ კი რაიმე ეცვლება კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ბუნებრივი გასაგები შეიძლება იყოს სტრატეგია შეიცვალოს თუმცა მე ვეხმაურები მთავარ არქიტექტორად ამ ადამიანს იურისტის დანიშნვას კიდევ ერთხელ ამიცი და აღარ ჩავიგიხავ კანონი გვეუბნება რომ ასეთ რამე არ შეიძლება მთავარ არქიტექტორი არ შეიძლება და მათ შორის ეხა რაც ნიშნავს პროცესის ხელმძღვანელი ამ მთლიან და ამ არქიტექტურული მიმართულების ხელმძღვანელი შეიძლება იყოს იურისტი, მენეჯერი თუნდაც, ანუ არ გაიგებოდეს არაფერი ამ მიმართულებით და მოგხსენება ძალიან დელიკატური საკითხია, იყო არქიტექტორი თუნდაც თავარი და თუნდაც ხელმძღვანელობს არქიტექტურულ პროცესს იდა ქალაქში, ასეთი მნიშვნელობის ქალაქში. ну ეს როგორც ჩანს ეხა ის სტრატეგია რომ აქვს თბილისის მერიას, დროებით თავის დაზრონის ცდილობის, თუმცა კიდევ ხალხს უსვამს ადამიანი რომელზეც ჩვენ დროს ვისაუბრეთ, რომ ბიზნესი და არ მხოლოდ არამედ არქიტექტორები, აი კავშირის წარმომადგენლები, ეს ადამიანები არ გემილიქენ არქიტექტორად ერთი კვირის. თქვენი ბავშვად პროტესტი მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება თუ აპირებს დავუშვათ სამართლებრივად ამ საკითხის მოგვარებას თუ მართლაც დაირღვა კანონი? ის არის დაირღვა კვალიფიკაციის მიცემა. შეუძლია შესაბამის ორგანოებს, თუმცა მე რამდენად ვაძებთ რამდენადაც ვთვლი რომ ეს ძალიან აგის დელიკატური საკითხია და გონია რომ საკითხთან დაკავშირებით აი ესეთი უბრალოდ ჩვეულებრივი საკადრო მიდგომა საკადრო პოლიტიკის მიდგომა ის მიაჩნია კანონში დანიშნეს არასწორია თუ კი ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება როგორც სრულებები თბილისის მერიაში და შეიძლება მოგვეცემა რომ აი ამ ვთქვათ განცხადებით საჯარო დამოკიდებულების გამშრალების პროცესად რაღაც შეიცვალოს და მეორეს მხრივ ტელევიზია ასე თქვა საფრთხეები საფრთხეთა და პრევენცია მოხდეს რასულის უბრალოდ ბიოლოგიაში მას გეტყვით რომ ამ წლების განმავლობაში რაღაც ჩათვლაში როგორც დავიწყო ვახსენე იურისტები იყვნენ როგორც წესი არქიტექტორები და მე სწორედ ამას ვუყურებ დაუდევრობასთან უპასუხისმგებლობასთან იქ პირად კომერციულ ფინანსურ ინტერესებთან ერთად ამასაც ვაბრალებ თეორიის საკითხებთან დაკავშირებით არქიტექტურული ნორმების დარღვევას მნიშვნელოვანი შეიძლება ნაგებობებთან მიმართებით ასე რომ ეს ტრადიცია რო არ გაგრძელდეს და ამ თვალსაჩინო საფრთხე არ შეექმნას ერთხელს ხაზე ჩვენ ყველა ბერკეთს სწორ გამოვიყენებთ პირველ ეს გახოს განცხადება ნახოთ რა რეაქცია იქნება ეხლა გავიგეთ რომ რეაქცია არის რომ უკვე ისინი უარყოფენ ეს არ არისო ასე პასუხისმგებლობები არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიახ არქიტექტურული პროცესი არ იქნება პასუხისმგებელი პირი ეს რაღაც სიახლეა ნამდვილად ასე არ იყო აქამდე და თუ კი ჩავთვალეთ რომ ასე ვთქვათ საჭირო არის სამართლებრივი რეაგირება ხაზია ჩვენ იმ ჩანაწერის მიხედვით რომელიც წავიღეთ ჩათვლაში კანონის არქიტექტურის საქმიანობის შესახებ ბუნებრივია ამის საფუძველზე
თქმა უნდა შესაბამისობას ისევ იმიტომ რომ ეს არ არის კერძო გასაგებია. დედაქალაქიდან ეს იერსახის ასე დიდი მადლობა ზაზა გაბუნია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს მაშასე საქართველოს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელი თბილისის მთავარი არქიტექტორის დანიშვნას აპროტესტებს და გამშვების ბოლოს ერთი ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტ სიცრუეში ადანაშაულებს უწყება პრეზიდენტის მიერ ახალქალაქში ვიზიტისას გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა რომლის თანახმად საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმება როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს და მისი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში წერია რომ პრეზიდენტმა კარგად იცის რომ გზა რომელზეც საუბრობდა ზამთრის განმავლობაში ყოველწლიურად ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით ხასიათდება, რაც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ნამქერს და ხილვადობას მინიმუმამდე აქვეითებს. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და შესაბამისად ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატურად იგრძელებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულია განცხადებაში, როგორც დავით ნარმანიას უწყებაში განმარტავენ 2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა შენახვას არ ექვემდებარება, მათ შორის არის კოდა ფარციხისი, მანგლისი, წალკან ინოწმინდის საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმონტაჟის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი. უწყების ინფორმაციით 2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს, 2009 წელს 13 აპრილს, 2010 წელს 1 აპრილს, 2012 წელს მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს. ამ დროში სულ ეს იყო ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით. ეკონომიკსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათს და 15 წუთზე. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.